გაგულიან დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ნორმალურად ვცდილობ რომ ნორმალურად ვიყო, სხვა გზა არ რჩება უბრალოდ, იმიტომ რომ მე წაგვიღებს ხოლმე დეპრესიის მსგავსი რაღაცები. ამიტომ ყველაფერი რაც არის უნდა მივიღოთ, გადავამუშავოთ, ან არ გადავამუშავოთ და დავიკიდოთ. ახლა რა ვშვები მე? ასე გამოვიკვავთე. ეს ცოტა მიჭერს. იმიტომ რომ სუქანი ვარ. მაგრამ არა უშავს. შიგნით სავარჯიშო მაიკამაცვია. 54 წელს როცა გადავედი, სადღაც 28 ასაკში მაქვს გაკეთებული ეს, იმიტომ რომ ნიკუშა რომ გავაჩინე. არ ვიცი ჩემმა სიღორემ თუ ჰორმონებმა ივაშკაცეს თუ მოკლედ ან ერთად აღმოჩნდა რომ ძუძუთი კვების ლაქტაციის შემდგომ პერიოდში მე ვიყავი 83 კილო ხალხი 83 მე მგონი ხაც მაგდენი ვარ 83 კილო და მეტრა და 20 ნახტომში ეს არის საშინელება ტუჩის ბალმი მიშლის ნერვებს არა და მჭირდება ასე რომ გადავიგლისოთ ხო და არ ვიცი მოყოლილი მექნება მოკლედ ერთმა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა რომელიც მთელი რაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში მაძლევს мотивაციას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გვერდით ყავს ესეთი მეგობარი, რომელსაც შენი სჯერა, ნამდვილად უნდა სჯეროდეს, იმიტომ რომ ადამიანი გატყუებს იმას ეტყობა, რომელსაც შენი სჯერა და სულ ცდილობს რომ გაგრძნობინოს რომ მაგარი ხარ. მაშინ მითხრა, ხო, როცა ადამიანი გიყვარს ფრჩხილებში პიესი დამატება, როცა ადამიანი გიყვარს მისი ყველაფერი კარგად გეჩვენება, ან ხვდები რომ ეშლება და არ აღიარებ და ასე შემდეგ. გვიყვარს ადამიანები უპირობოდ და ამაში ახლა არ არის არაფერი გასაოცარი და მაშინ მითხრა რომ მოდიო აბაო ავიღოთო 3 თვეო არ გნახავო და 3 თვეშია ზუსტად 3 თვეში იყო 3 მარტი 3 მარტსო შევხვდეთო და ვნახოთ თუ აბა როგორი გოგო იქნებიო. ნიკა დადიოდა მაშინ ბაღში იყო სადღაც 4-5 წლის. მე თავზე წამორქმეული ჩემი ცხოვრება, ცოტა დაულაგებელი, ცოტა ფსიქოლოგიურად შერყეული, საშინელ მდგომარეობაში ვარ, რა მეტი რო არ შეიძლება და მაშინ ვიწყებ ყველაფერს თავიდან, მაშინ დავიწყე ბავშვის სწავლა, მაშინ დავიწყე რაღაცები, მოკლედ, ახალი აბრაცუნებული ვარ, პატარა ბავშვი რო ფეხს აიდგავს და უნდა გაიქცეს, წარმოიდგინეთ ეგ მდგომარეობა, თითქოს ერთი მე ყოველთვის ესე ვაანალიზებ ხოლმე ჩემ ცხოვრებას, რომ ერთი ცხოვრება ვიცხოვრე 26 წლამდე და არ ვნანობ, იმიტომ რომ 2 შვილი გავაჩინე, ცუდები არიან თუ კარგები არიან, ჩემები არიან და ვერსად ვერ წავიღებ. გუში ნიკოლოზ მომაწყენინა და ეს წამომივიდა, გულიდან წამოსული იყო და 44 წლის ვარ ხალხო. ხო და ახალი აბრაცუნებული ვარ რა, 29 წლის 83 კილო გოგო ვარ. ხო წარმოგიდგენიათ სად ვარ მე მაშინ. მენტალურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, საშინელ მდგომარეობაში ვარ. როგორ მახსოვს მაშინ ვორონცოვზე იყო. და ეხაც არის სალონი, ეხა სახე ქვია, მგონი მაშინ სხვა რაღაცა ერქვა და მაგის პირველ სართულზე იყო. ტანვარჯიში? რაღაცა მაგ ამბავში. და იმისთვის რომ საკმე შორს არ წავსულიყავი, იმისთვის რომ ნიკოლოზი ბაღში დამყავდა, იმისთვის რომ ხან სიცხე ქონდა, ხან ყელს ტკიოდა და ასე შემდეგ. მე ავიღე მანდ აბონემენტი და როგორ მახსოვს მაშინ რაღაცის ფასად გავაკეთე, იმიტომ რომ არ ვმუშაობ, ვსწავლობ.
ხო და ავიღე აბონემენტი და დავიწყე სიარული. როგორ მახსოვს, არ მქონდა სპორტული ლეგინსიც კი არ მქონდა. არ მქონდა არაფერი. ძალიან კარგად მახსოვს ეგ ემოცია. ხო და წავედი გოგოებო დევერეკე მაშინ ორსართულიანი მეორადები ვინც იცის ვაგზალზე რომ არის ახალი გახსნილი იყო და მივედი იქ და ფასებიც ახლა ამასთან მიმართებაში ძალიან დაბალი იყო. მაშინ მეორადი იყო. და ვიყიდე ლურჯი 5 ლარიანი კეტები, როგორ მახსოვს, ძალიან თხელი იყო. არ იყო სავარჯიშო, მაგრამ იმ შემთხვევაში გადამარჩენდა და მოვირგებდი და რაღაცა ლეგინსები და რაღაცა ზედა სპორტული. სულ 10 ლარად გამოვიშმოტკე და წამოვედი. და დაიწყო მან თავდადება იმისთვის, რომ მე ეს პირობა შემესრულებინა. არ ვიცი რატომ მქონდა ასეთი პასუხისმგებლობა თუ რატომ მომეცა ასეთი ჟილკა თუ ვერ გეტყვით მაშინ რა იყო, იმიტომ რომ ეხლა რო ვფიქრობ, იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ამის კეთება, ანუ არ მხიბლავდა. მაგრამ ვაკეთებდი. ხო და მოკლედ 3 დღე ვარჯიშობდი. 3 დღე სახში ვარჯიშობდი. ძალიან ცოტას ვჭამდი, ვაკონტროლებდი, მაგრამ მაშინაც მახსოვს, რომ ვურევდი, იმიტომ რომ ჩემი და მეჩხუბებოდა ხოლმე საღამოს ძალიან ბევრ მზესუმზირას ვჭამდი. ეხა იგივეს ვანაცვლებ, ჯერ ცოტა ხელს ვჭამ და ვინც ვარჯიში იცით და კვება იცით, რომ თხილეული შაქრის დონეს ნელაწევს და მოკლედ რაღაცებს შვები. ძალიან ბევრს ვკითხულობ, ძალიან ბევრ რაღაცებს ვიტენი თავში და მოკლედ ვარ ასე ბედნიერად ახლაც. ხო და ზესუმზირას ვჭამდი ხოლმე ძალიან ბევრს. ზამთარი იყო. დეკემბერში დავიწყე, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი მქონდა წინ. ხალხო 83 კილო და მაშინ მე ჩამოვედი 67 კილოზე. ძალიან კარგად მახსოვს 3 მარტი, არასდროს დამავიწყდება, გუშინ ვიხსენებდით, ვინც მომცა мотиваცია, მას უყვებოდი და არ ახსოვდა სამწუხაროდ და. ალბათ ადამიანი როცა მეორე ადამიანს იკეთებს თუ რაღაც მსგავს არ არის საჭირო რომ დაიმახსოვრ. როგორ მახსოვს ჩემს ეკას ვეთხოვე კაბა, იმიტომ კაბაც არ მქონდა. ძალიან ლამაზი კაბა იყო, არ ვიცი ახლა ცოცხალია თუ არა. შავი კაბა იყო, ტანში გამოყვანილი, ძალიან მოკლე, ანუ ეხლა რო შორტი მაქვს იმაზე მოკლე იყო და აი ამ ადგილში ქონდა ესეთი რაღაცა რეზინები ჩაყენებული და ამ თელ ტანს კრავდა და იყო ძალიან ლამაზი. ქონდა, ეხაც მომწონს და ეხაც მინდა რომ ქონდეს და მაგ ერთი ესეთი გასასვლელი ტუფლ ბასანოჩკი, რომელიც მომწონს და ძალიან მომწონს ეს კლასიკური წვრილქუსლიანი და ოდნავ წვეტიანი ტუფლები. ყველა ქალს უხდება, მაგრამ ეხა რაც ასაკ შევედი და რაც არ მცმია და რაც მაშინ ქუსლებზე ვიბროტიალე სამსახურებში, ანუ მინდა რომ თითქოს უფრო დავპატარავდე და უფრო ისე ჩავიცვა რა. და როგორ მახსოვს წვიმდა, მქონდა ერთი ძალიან ლამაზი პლაჟი, ლაბადა. უკან სკლადკები ქონდა, ესეთი რუსული სიტყვების რა ხარუხია, ვერ გავიგე. ანუ ესეთი დაკეცილები ქონდა და ძალიან ლამაზად იდგა ესე რაღაცნაირად. მეც ეს შავი კაბა, კოპლებიანი წინდა. და ეს ძალიან ლამაზი ფეხსაცმელი მქონდა. ადრე როცა მსუქნად ვიყავი 83 კილოს ვატარებდი ქერათ მას. არ ვიცი მიხდებოდა თუ არა, ხა 83 წლის გოგოები ვიხდენთ, 83 კილო გოგოები ვიხდენთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ნუ არ ვიცი მაშინ მიხდებოდა, არ მიხდებოდა. თუ ვიპოვე სურათი, აქ ამოვა. ხო და დავიწყე ეს ყველაფერი და ანუ ის დღე რო გათენდა ასე გამოვიბრანჭა. და წავედი, როგორ მახსოვს წვიმდა, მე შორიდანვე დავინახე, ტაქსით წავედი. მახსოვს ის შეგრძნება, რომ ჩავუყევი გორკის ქუჩას, სანამ მაშინ არ იყო ტაქსი გამიძახებით. უნდა გაგიჩერებინა. და მიყურებდა ხალხი. და ძალიან მსიამოვნებდა, იმიტომ რომ ამას ძალიან მოკლებული ვიყავი. და რომ მივედი და დავდექი შორს გავჩერდი და ჩვენ შორის რა თქმა უნდა ადამიანები მოძრაობდნენ, ხა ვაჟებშაველაზე ხალხს რა დარლოს და ხელი დავუქნი, არ მახსოვს როგორ, ნუ მოკლედ სამხელში ქოლ გამიჭიროს. და აი სულ ჩამყვა ეს მეხსიერებაში, ჩემს მეხსიერებაში ჩაყვა ძალიან, მაგრად რომ
გოგოებს როცა ვხედავ წვიმაში, ესეთ ძალიან კარგ ტანზე, ქუსლებით გამჭვირვალე ქოლგით და რაღაცა ისე დაახლოებით ისე ჩაცმულს როგორც მაშინ მე მეცვა, ყოველთვის მოდის ხოლმე ეგ ემოცია რა, რას გრძნობდი მაშინ მე როგორი გამარჯვებული ვიყავი საკუთარ თავზე და როგორი ბედნიერი ვიყავი და როგორ მელამაზებოდა ჩემი თავი და ნამდვილად ლამაზი ვიყავი. და მე არ ვამბობ რომ 83 კილო ლამაზი არ ვიყავი და ვიდმე 83 კილო არ არის ლამაზი. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა. ხო და ძალიან მაგარი იყო. ხო და ახლა რატომ მოვყევი ამ ხელა წინა ამბავი? რას ემსახურებოდა? ეს გაკეთებული რო გაქვს ერთხელ და რო იცი რომ მაგარი გოგო ხარ და რო იცი რომ ძალიან ბევრი რამე შეგიძლია და ბევრი რამე რომ იცი. შენ თავისთვის ვინც რამე ვიცით, ჩვენთვის ვიცით. ხო და მოკლედ წავედი ნიკოლოზის დაბადების დღის წინა დღეს დაგემშვიდობეთ მგონი თუ შემდეგ დღეს ნიკოლოზი გახდა 17 წლის ჩავიყვანე ნიკუშას ნიკოლოზას მეგობარი მეორე მეგობარი გზად დავკარგე ვერ წავიყვანე ეს გრძელი ისტორია და მათი ისტორია და მოდი არ მოვყვეთ მოკლედ კი არა ხო არა ჩავედი თელავში გზად გამიფუჭდა მანქანა რა თქმა უნდა ჩემი ახალი ჯიპი გოგოებო ნუ აი ყველა ნაწილი აქ ახალი ცინცხალა აი რა ფუჭდება ვერ გავიგე მოკლედ ბავშვებში ოდათ და რა გინდათ თქო რომ გითხრეს რომ შაურმა გვინდაო წავედი საშაურმაში მე დავჯავშნე სასტუმრო ბასეინისთვის ძალიან კარგად ვილაღვაღეთ რა თქმა უნდა მეც იქ ვარ იმიტომ რომ მე ვარ დედა და ყველაზე მეტად მიხარია ჩემი შვილების დაბადების დღე და მე ყოველთვის ვამბობ რომ მე პირველი უნდა ვიყო და შენ პირველი უნდა იყო ჩემს დაბადების დღეზე მე ესეთი წარმოდგენა მაქვს ყოველთვის და წავედით მე ჭირი ქალხინია ქაში სადაც ძალიან გემრიელად ვჭამეთ ძალიან ბევრი დაბლი გოგოებო ისეთი მთვრალი ვიყავი რომ გადავწყვიტე მე რომ ფეხით წამოსულიყავი იმიტომ რომ მართლა ფეხი მერეოდა დავიჭირე ჩემი მორჩენილი ხინკალი რომელსაც არასდროს არ ტოვებ როცა ადეკვატურად რჩება საჭმელი რომელიც შეიძლება რომ სახში წამოიღო ყოველთვის ვითხოვ რომ მომეცით 5 ვითონ ჩავალაგებ ასე გემრიელად ძალიან ბევრი საჩუქრები მიიღო ძალიან ბედნიერი დღე ქონდა ძალიან ისიამოვნეს ყველა და მეორე დღეს მქონდა ესეთი ტური შევეცნებითი თან ვეძებდი მანქანის ხელოსანს თან შევუკვეთე მანქანის ნაწილი თან დავდიოდით მუზეუმებში ვიყავით ერეკლეს სახლ მუზეუმში ვიყავით თელავის ისტორიულ მუზეუმში მე მგონი ასე ქვია ყველა კუთხე კუნჭული მოვიარეთ თუ კი სადმე ტაძარი იყო თუ კი რაიმე არსებობდა ყველგან დავდიოდით მანქანით რომელიც არ დადიოდა მიწოლა ჭირდებოდა მოკლედ ნიკას მეგობარი ვფიქრობ რომ მეტი მე არ შემეძლო და ჩემი ემოციური დატვირთვა და ჩემი ის რომ შენ პირველად ხარ ქალაქში ან მეორედ და გაიცნო და შეიყვარო და გიყვარდეს უნდა დაიწყო აქედან იმიტომ რესტორანში ყველას გვიყვარს წასვლა მიუხედავად იმის რომ თელავის რესტორნებში ძალიან გემრიელი საჭმელი არ ვიცი ეს რატო ხდება და ლაგოდეხში და ზოგადად გარეთ ქვიშხეთში და ნუ სადაც ყოფილვარ მე დასასვენებლად და დამისვენია რამოდენიმე დღეს საჭმელს მოხიბლული ჩამოვდივარ და როგორ არ არის თბილისის რესტორნებში მე თვითონ ალბათ იქ რო ისვენებ სხვა ხიბლი აქვს ჯამას ალბათ მე მასე ვხსნი მოკლედ ეს ბავშვი მოვატარე ყველაფერს თან დავდივართ ანუ განა მარტო ის რომ ყველა სახლ-მუზეუმი ვაჩვენ და ყველა ის ადგილი რომელიც თელავში მნიშვნელოვანია ჭადრიდან დაწყებული რა ვიცი ნადიგვარით დამთავრებული და იქიდან იქამდე გრემი და ასე შემდეგ ყველა ავტომაღაზიასთან ვჩერდებოდით ანუ მე ნიკას მეგობარი რომ გავუშვა თელავში ავტომაღაზიების მოსაძებნად ყველა იცის იქიდან იქ ვაგზავნიდან მოკლედ ამ ჩემ მანქანას არავინ ხელს არ კიდევდა ო მნიშვნელოვანი ისტორიას წავაწყდი რომელიც არ მახსოვდა რომ შეიძლებოდა რომ მომეყოლა ხო და მოკლედ ამბოლით ეგეთა ყველა ხელოსანი იქით აქეთ აბა რეკვები აბა მამას ჩართულობა აბა ჩაწყობა აბა მიშველეთ გამიკეთეთ მანქანა და ყველა ხელებს ასავსოებს და ამბობს რომ ვერ დავშლით კარობკას ანუ ვერ დაშლაში არ ვიცი რა იყო რა იგულისხმებოდა არ შეგვიძლია თუ უბრალოდ რთულია თუ არ ვიცით მაგრამ ყველა ასე მეუბნებოდა ბოლოს ჩავიქნია ხელი და ვთქვი რომ ნუ არ ვქნათ წავიდეთ ტაქსით და მანქანა დავტოვოთ აქ და როცა დათა მოიცლის ვიქირავებ ბოქს და გავაკეთებთ და ჩვენს ეზოში სადაც თელავში ვცხოვრობთ
ამ წუთას ჩვენ საცხოვრებელ ეზოში გარაში ყავთ გერმანული ნაგაზი, რომელსაც ვეფერები წყალს ვასმევ, რამდენი ჩავდვარ, ჩემი მეძაღლეობის ამბავი მოგეხსენებათ და ყველას პირში ხელს ვუყობ და ერთხელ მომაჭამს ვიღაცა რამეს და ამ ძაღლს ვეფერები. რომ ჩავედით მე და დათა მივდივართ საზამთროზე. ხილის საყეკლად წინ გვაქვს ძალიან კარგი ასეთი ბაზარივით მოწყობილი, სადაც წინდა გვერდზე ანუ არჩია, რაც გინდა უგემრიელესები, არ ვიცი, სათბაულობენ ასეთ გემრიელ ხილს. ხო და ტელეფონზე ველაპარაკები ჩემს მეგობარს, რომელსაც ვუყვები რა შემემთხვა, რომ ამ ბოლმაც უარი მითხრათ, ეგეთ ამაც უარი მითხრა, ყველამ უარი მითხრა, რომ მანქანის ხელოსანს ვერ უპოულობ, რომ და თან გერმანული ნაგაზის ყვაში მაქვს ხელი ჩაყოფილი. ოღონდ მე არ ვიცი ეს ძაღლი ვისია. დგას ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისმენს და თავიდან ძალიან გაუბრაზდი, მეთქი რა პონტი არას მისმენს რა. მიესალმა დათას და ეუბნება, რომ გაჩერდითო ერთი წუთიო. კაი გავჩერდით. ვინ არ გიკეთებს მანქანას? ხვალეო, ჩამოიყვანეო, ჩემს სახელოსნოშიო. მე არ ვიცი, ლევანი ქვია, მეტი არაფერი არ ვიცი და ძალიან ბედნიერი ვარ არსებობენ ესეთი ადამიანები. უბედნიერესი ვარ, რომ მეც ბევრი რამე მომისმენია ხალხო და ალბათ შემძლებია დახმარება, მაგრამ არ ჩავრთვალო არ იმ ამბავში. და ყოველთვის მაწუხებდა ხოლმე და ვფიქრობდი, რომ იქნებდა რამე შემეცვალა, მაგრამ არა. ხანდახან არა, ხანდახან კი. მაგრამ ეს შემთხვევა იყო, როცა ამ კაცმა თუ ბიჭმა თუ არ ვიცი, რამდენი წლის არის, მეორე დღეს წავიყვანე მანქანა. მიმიღო დამხვდა წინანდალში. ქონდა თითქმის წინანდლამდე. უფასოდ ხალხო, მე არ ვიცი, სად არსებობენ ასეთი ადამიანები. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველა მემხვდება. უფასოდ შემიკეთა მანქანა. ნაწილი მე ვიყიდე, კარობკის ზეთი ჩამოუღვარეთ და რა თქმა უნდა, ზეთიც მე ვიყიდე. იქაც რომ ვუთხარი, რომ მამა ჩამომაკითხავს და წამეყვანს თქო, მითხრა რომ მე წაგიყვან, არ დარდო. არ ვიცი, ჯერ მოსაფიქრებელი მაქვს ამ ადამიანს როგორ ვცე პატივი. ალბათ, კაი მამა ჩემის ღვინოს თუ გავაკვირვებ. და რაიმე ისეც, რაც ადამიანს ესიამოვნება მივუტან. და გადახდაზე რომ მიდგა ჯერი, ანუ არ ვიცი, დაგპატიჟეო, მეზობელსო. ადამიანს რომელსაც უჭერს. მოკლედ ეს მანქანა ისე გამიმართა, რომ ჯერჯერობით დაფრინავს ჩემი თეთრი რაში და წითელი რაში. როდის რა გაჭედავს ღმერთმა იცის, მაგრამ ამჯერად აბსოლუტურად გამართულია წადი სადაც გინდა. მოკლედ ჩამოვედი თელავიდან, გავუშვი ჩემი სამსახურის რეკლამა, როგორც აღმოჩნდა, ყველა გასულია, ვინც თბილისშია დარჩენილი. მე ამდენი მაქვს ბიუჯეტი, მე არ მაქვს მაგდანის ბიუჯეტი, რომ თქვენ მოგერგოთ სამწუხაროდ ხალხო. ჩემს სამსახურში არის ხელფასები, ჩემს სამსახურში არის Facebook რეკლამა, ჩემს სამსახურში არის ძალიან ბევრი რამე და ჩვენი ჯანმრთელობა და შენ რომ 360 ლარი ღირ და ბინა და შენ რომ 250 ლარი გაქვს ბიუჯეტი, მე მაშინ შენ დაუნდა ვიყო რომ მოვიდე და დაგილებო და არ ვარ შენი და რა გავაკეთო და ადრე ძალიან მრცხვენოდა ხოლმე და ძალიან ბევრს დავთანხმები ვარ ამ ბიუჯეტზე, მაგრამ ეხლა არავის აღარ ვთანხმდები, იმიტომ რომ არ მიყირს. მირჩევნია უფულოდ ვიყო. ძალიან მირჩევნია. ხოდა აი ამ ამბებში ნიკას ფიტპასი გავაუქმე, გადმოვიტანე ჩემზე, გააქტიურდა ჩემი ფიტპასი, მე ვარ ფიტპასი მაქვს რა. ფული გადავრიცხე. მაქვს, უბრალოდ ფიტპასი მაქვს. ხოდა წავედი ლაგოდეხში ერთი დღე თავში ნახავდი სურათებს, ძალიან კარგი დრო ვატარე, ერთი დღე არაფერში არ წერია, მე მეტი ფული არ მაქვს, წელს ვერსად ვერ ვისვენებ. ლოგინში თუ დავისვენებ. და რო ჩამოვედი, არ ვიცი რა გადამიტრიალდა. ალბათ შემაწუხა იმან, რომ ფული მაქვს გადახდილი. რაიმე ფული მაქვს გადახდილი რა. და დავიწყე ძებნა. მოკლედ, ორშაბათიდან დავდივარ ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში, სატრენაჟორო დარბაზში, სადაც
დაღლამდე ვარჯიშობ, ყავს ტრენერი, რომელიც მიყრის ვარჯიშებს, მე ვიღებ ვიდეოებს და შემდეგ ვუყრე მას და შემდეგ მეუბნება, რომ ეს არასწორია და იქნებ შეასწორო. საათნახევარი ვარჯიშობ და დავამატე ოქტომბერს ვაიმე რა ქვია. და დავამატე ოლიმპიკის აუზზე აკვაერობიკა. ანუ 2 დღე აკვაერობიკა, ორშაბათიდან პარასკევამდე და დანარჩენი სატრენაჟორო დარბაზი, ეგრეთ წოდებული ჯიმი. ყველაფერი მტკივა, არ ვჭამპურს, ვცდილობ რომ ძალიან ბევრი ცილა მივიღო და ისევ ის 29 წლის და რა გავხდი 54 წლის წელში, რომ მინდა რომ ისევ ის დავამტკიცო ჩემ თავს, რომ ისევ ისეთი მაგარი ვარ. არ ვიცი რამდენად გამომივა, იმიტომ რომ ზოგადად ვიცი ხოლმე რაღაცები мотивაციას თუ არ მაძლევს, გზა და გზა ვიკიდებ ხოლმე რა, იმიტომ რომ ეტყობა ძალიან დაღლილი ვარ თუ ძალიან რაღაცნაირად. მოკლედ, ჩავალაგე ახლა ჩანთან. დღეს ცოტა დავაგვიანე, იმიტომ რომ სარეცხი ზემოთ დაიწყეთ ჩემმა მეზობლებმა მშენებლობა და სახში მაქვს სარეცხი, რაც მეზიზღება ზამთარში და ახლა ზაფხულში, იმიტომ რომ გარეთ ისეთი უბედური მტვარია, რომ სახში რა შემავდივარ, ვიღებ შლანგს და თელეზოს და ფანჯრებს ვრეცხავრო, ფანჯარა ვერ გამიღია. ავიღე პირსახოცი საწყლად, ავიღე ფლოსტები, ავიღე ჩემი ლეგინსები და მაიკა, მაგრამ мотивაციისთვის გამოვიწერე გუშინ სავარჯიშო ბოტოსი და სავარჯიშო ისინი, იმიტომ რომ გადავწყვეტა, რომ არ დავანებო თავი. მე ხო ჩემ შედეგს მივიღებ და მე კიდე ჩავრთო ჩემს ცხოვრებაში და იყოს. იქნებ ვისწავლო ამასთან ერთად ცხოვრება. ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვიზუალურად კარგად გამოვიყურებოდა მთლად რა. ასაკში უკვე როცა იწყება ნელ-ნელა მენოპაუზის ასაკში შევდივარ კუნთოვანი სისტემა. ანუ როგორ დააგიხსნათ, სარკეში აღარ მომწონს ჩემი თავის შიშველი. პირველი ეს იყო. რომელთაც ძალიან ბევრი დავდექი ის დღეები და ჩემ თავს ვუთხარი, რომ всё, შენ მიეც შენ თავს мотивация, მოდი აბა ცადე. ხო და ამ ცდის მომენტში ვარ, არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ ახლა წავიდეთ ჯიმში. საათნახევარი უნდა ვივარჯიშო. მე რა კვერცხები დავყლაპო და ხვალ წაკიყვანთ აკვაერობიკაზე. ეს არის ჩემი მთელი ცხოვრება, რომელიც ამ წუთას მინდა რომ გავაკეთო, ძალიან მინდა. ხო, ახლა რა შეეხება აუზისთვის ქუდი მაქვს საყიდალი. ხო და იმისთვის რომ მე კარგად ვიგრძნო თავი, ჩემი კუნთები იყოს კარგად და რაღაცა ახალი ვაკეთო. რაღაცები ხო გამოგვდის ცხოვრებაში, ხო და გვიხარია და მოდი ახ კიდე ახალი გამოწვევები რომ მივიღოთ და უფრო მეტად გავერთო. ამისთვის დავუსახე, ძალიან მტკივავ. ყველა სახსარი მტკივა და ყველა კუნთი მტკივა. ყველაფერი მტკივა, მაგრამ მაინც გავაკეთებთ. წავიდეთ ახლა. მოახწია. ცოტა ფეხები მტკივა. ყოფილი ძალიან ლამაზი. უდრო კაფე და რესტორანი. არც მე არ ვიცოდი, მე ხარ ვჭამდა. თქვენ ეწვიეთ ჩემს მაგალითად. ვივარჯიშე და მოვეთრიე, აი, აფეთქებული ვარ. ის მომენტი, რომ მანქანით არ უნდა ვიარო, ეგ ვიცი, იმიტომ რომ პლუს პარკინგის გადასახადი, პლუს მარჯანიშვილზე მანქანის გაჩერება, ნუ მანქანა მეც ვყავდეს, რომ ვიბლატაო, ანუ რითი უნდა წავიდე, ტაჭკი თუ ურმით, ჯობია რომ ფეხით ვიარო, მაგრამ დღეს ძალიან გამიჭირდა. კინაღამ ავფეთქდი.
ეხა ისე როგორ უნდა გაიარ გამოიარო, რომ რამე არ წამოაყოლო სახში ხო ყველაფერი ყოველთვის გაკლია ბასეინისთვის, აუზისთვის ქუდი მაინც დამაუწყდა. ვიყიდე კორეული სახის დასაბანი, სალიცინია, გოგირდი, თუთია, გარე გამოყენებისთვის არ დალიოთო, მოზაიკაში ძალიან ბიუჯეტური 15 ლარი ღირდა, იმიტომ რომ ჩემი შისეიდოს პრობნიკი არ ვიცი როგორ არის სასინჯი უკვე სულს ლევს და სანამ გავჭრიდეთ ითებით დავიწყებ იყოს, იმიტომ რომ პირის დაბანა მე პირისბან დღეში იზეთი მომდის, ეხაც გადავივლე, სველი ვარ, მაგრამ გზაში აუფეთქდი. ჰუმანასთან რომ გავიარე, რომელიც მეცვა ვარჯიშზე, ისიც გზად ვიყიდე, იყო 2 ლარიანი ფასდატკლება, ფასდათმობა. და ვიყიდე სავარჯიშო ბიუსკალტერი, სავარჯიშო მაიკა და სავარჯიშო შორტი. დავამატე, რახან 2 ლარი იყო ასეთი სავარჯიშო მაიკა, რომელსაც ეხა მოვჭრი ამ ყველაფერს და დავეფარიელებინებ. ამის მოჭრახო ცალკე ისევ. თავის დროზე ღირებულა 15 მანეთი და მე შევიძინე 2 ლარად. სპორტის, ანუ სუნთქავი მაიკა, რომელიც დისკომფორტს არ შექმნის ვარჯიშის დროს. ვიყიდე შორტი ხო ვიყიდე და ვიყიდე ლეგინსები. ამას ფასი არა აქვს? არა. აი ასეთი უკანა ნაწილით სულ მინდოდა, რაც გამოვიდა სულ მინდოდა. არ ვიცი რატომ. ნუ მინდოდა. ხო დავიყიდე ახლა. არა აქვს ამას პირდაპირ გაირეცხება და ძალიან საინტერესოა როგორ გზის. ჩემთან ესპრესო მინახია. მეორეც გამოვაყოლე, აი ამას აქვს ფასი. ფასი არ აწერია. უფასო ყოფილა და მე ვიყიდე. Made in China, China. ეხა ისად გადახტა. ესეც იგივეა ფერშია, სხვაობა ალბათ და აქ ქონდა ლაქა, მაგრამ მაინც წამოვიღე. სახში რომ შემოვალთქო, საშინაო მაიკები, სამუშაო მაიკები დამეხრიტა, დამელაქა. ხო და გადმოვხედე რაღაცებს და რომელიც თვალში მომივიდა. ესეთი მაისური ვიყიდე. ძალიან საყვარელია. ეს ვიყიდე სახლისთვის, სამუშაოდ, შორტებზე. რაც ამას იადლიკები არ აქვს. მინიმალში დისნეის მაისური ყოფილა. კიდევ ვიყიდე ეს მაისური. კიდევ ვიყიდე ასეთი ბრეტელებიანია. სარაფანი, რომელსაც დიდად არჩევანში არც იყო. ნახოთ აბა ეხლა როგორ გვექნება. მოვიზამოთ. სახში რომ შემოვედი აფეთქებული. აი, სულ აფეთქებული რომ ვიყავი, არაფერი არ მქონდა ესე, რომ გადაიცვა რა. შვენიერია. ძალიან კარგია. ზურგს უფრო ამოღებულს ვისურვებდი, მაგრამ ძალიან ნორმალურია. სახლისთვის 2 ლარად, მთელი ზაფხული, შვენივრად გადაიცვი გარდი. კიდევ ვიყიდე. სახლისები არ მქონდა, გარეთ გასაბრანჭები და გასასვლელები, მაგრამ ესეთი ბუნებრივი წიკწიკელა, ესეც 40 ზომა, დიდი ემები ავიღე. ნახოთ აბა როგორ გვექნება. ძალიან სასიამოვნოა. ესეთი ნაჭერია, აქ დავაბავ.
სიგრძე გადასარევია და რაც მთავარია ბუნებრივია, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახში რომ მოვდიოდი რაღაცა ისეთი გადასაცმელები მქონდა, რომელიც მაწუხებდა. ნახოთ ახლა შემდეგი. მოდი გაჩვენოთ თან. შემდეგი ავიღე ესეთი შორტ გადასაცმელი. ემიზომა 17 ლარი ნაღირება. მოვიზამოთ, აბა. უფრო მაღალი გოგო უნდა, იმიტომ რომ ამას წელზე რომ ვიყენებ. ეს პირს ხსნის ცუდად. რაღაცას მოვიფიქრებ, ჯიბე აქვს. სიგრძე კარგია. გავავლებ. თუ ასე ოდნავ ჩაჩაჩავ. არსად არ გაგიღებს. თუ იყოთ ჩაჩაჩული სახში რა უჭერს. სამგერს არ დაგახარჯობს. საქამრებით მოსახსნელი და რაღაცას მოვიფიქრებ, სახლისთვის ერთ-ერთი ვარიანტია. კიდევ ვიყიდე ეს და რატო ვიყიდე, ახლა გეტყვით. ყველაფრისგან თავს ვარიდებ, რომ არ ჩავიცვა ბიუსგალტერი. ბერბიდან. ხოდა რუში, ბუკა, ჯანდაბა, ეს ყველაფერი ხსნა არის. ნახოთ. ეს არის ადამიანი. სადაც გინდა იქ ჩაიცვი. ეს საქამრები რატო ყველას ბერბიდან. არ ქმნის დისკომფორტს საერთოდ პირიქით. ძალიან ლამაზია. გავავლებ. ჩემი ყველაზე კომფორტულად ამაში ვგრძნობ თავს. ეს ცოტა მაღალი გოგოსია. ეს ცოტა პატარა მაქვს და ეს იყო უკომფორტულესი. თითქოს არაფერი არ გაცვია. ეხლა სანამ ვიბანავებ, მე ჯერ უნდა შევჭამო, რომელი საათია ღმერთმა უწყის და კვერცხები დავიდგათ. ანუ სახში ყველაფერი ხდება. დავდგი ჩემი 3 კვერცხი. და ასევე გავით შევდგი კანგაცლილი ქერი. თუ სწორად ვიცი, მოიცადეთ. იგივე ჩანჩო გამოცლილი ქერი. იგივე ეგრეთ წოდებული პერლოვკა, რომელიც თურნახში წიებიდან ყველაზე ერთ-ერთი კარგია. ავიღებ სახლის იმერულ ყველს. რო არ მეზარება ეს წაობა. ეს ვიყიდე სუპერში ჩია მიუსლი ნებისმიერ რამეს, რასაც გავიკეთებ. ძალიან მომეწონა. გავჭრი ჩემს ყველს. და ორჯერ დავასხავ ადუღებულ წყალს, რომ საღამოსთვის იყოს. რომ გამოვიდეს ცხი. გაგეთიშეთ ჩაიდანის თუხთუხს რომ არ შეეწახებინე. ორი კიტრი მინდა. ერთი კანგაცლილი პომიდორი. ეს სიყვარს ნიჟერაში ჩავწვნა. მე ვგიჟდები, ოღონდ მე ამას თავებაზე, იმიტომ რომ გონია რომ ამ ზედაპირზე უფრო არ არის ჩემთვის სასიამოვნო. ვიღაცებს არ მიწონთ, მაგრამ მე ძალიან პრაქტიკულად ვიყენებ და ჩემთვის ძალიან კარგია. მოვიდა ნაგვისურნოს და ამოვასურთავ. და საზღვარგარეთ რომ უყურებ ხოლმე ნარჩენები რო გადის, გიჟდები, როდის მოვა საქართველოშიც პომიდორი არ არის, ხეა. საქართველოშიც ის დრო რომ ესენი ჩავრეცხო ხა. ხელები მიკანკალებს, ისე მინდა. კაი. სოფლის კვერცხია. და 3 წუთზე მეტი არ ვატუღებ.
ეს საჭმელი მე უნდა დამახვედროს, იმიტომ რომ ძალიან მშიერი მოვდივარ. ვერ ვიტან წუწებს და ვერ შევტან თუ აქ რამე ხდება. ამიტომ ეს ცელოფანი, რომელიც გამოვიყენებ თქვენ ნაგვისთვის უკვე სული იყო. ნიჟერას გავხეხავ, კვერცხს დავუწევ, ქერს ამოვურევ, ძალიან მიყვარს. თქვენ ხართ ჩემი ბატონი. ამ თეფშზე კიდევ მოვათავსებ. ძალიან მშია. უფრო კარგი მინდოდა მეყიდა, იმიტომ რომ ორი მენატრება ყვავის არის. სამთელს ვერად და ვფიქრობ, რომ აღარ დავამატებ. მოდი 4 და დღეს აღარ. მოდი შევინახოთ. მივუდებ კვერცხს. არ ეყოფა. ესეც ნიჟარა. ავიღებ. გიტოვებთ. ბედნიერ ხუთშაბათს. ხოლმე წაგიყვანთ, რაიმეს გავაკეთებ ესეც, რასაც გაჩვენებთ. დროებით გევშდობთ.